ჩვენი ლექციის მეორე ნაწილში, ეს არის მეორე ლექციის მეორე ნაწილი, ჩვენ ვაგრძელებთ მოდალობებზე საუბარს. ეხლა ვილაპარაკებთ ავტონიმურ მოდალობაზე. ავტონიმურ მოდალობას, როგორც ენისა და დისკურსის შემადგენელ, გამონათქვამისა და დიალოგისათვის დამახასიათებელ კონფიგურაციას მიმართავენ მაშინ, როდესაც ენობრივი ნიშანი აღარ არის ხმარებაში სამყაროს რეალობის ასახვის მიზნით, არამედ არის ნახსენები თავად ნიშნის გამოსახატად. ამ შემთხვევაში თავად ნიშანი წარმოადგენს ნათქვამის ობიექტს. ეს მოდალობა წარმოადგენს ერთდროულად რეფერენციას როგორც საგნისადმი, ასევე ამ საგნის გამომხატველი ენობრივი ნიშნისადმი. მოლაპარაკე, მეტყველის სუბიექტი, რომელიც იყენებს ავტონიმურ მოდალიზაციას, მიგვანიშნებს, რომ იგი სრულად არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ნათქვამზე. ავტონიმური მოდალობა შეიძლება შეგხვდეს 4 ტიპის შემთხვევაში. პირველი, ეს არის დისკურსების არდამთხვევა. ამ შემთხვევაში გამოყენებულია შემდეგი ტიპის ერთეულები. X, j'emprunte ce mot à. X comme l'appelle. ასეთი გამოთქმები მიუთითებს, რომ რაიმე სიტყვას მეტყველი სუბიექტი სესხულობს სხვა დისკურსიდან. აქ გაქვთ მოცემული მაგალითი, რომელსაც წაიკითხავთ, გადათარგმნით და რომელსაც ჩვენ ვილაპარაკებთ, ისევე როგორც ყველა სხვა მაგალითზე. რაშია საქმე იცით, აი ეს მაგალითები, რომლებიც მოცემულია ლექციებში, ჩვენ ამასაც ხელახლა გავაკეთებთ სემინარებზე, მათ ანალიზს, კომენტარებს, ან წავიკითხავთ და გავიგებთ, რომ ყველაფერი შეგნებულად ვიცოდეთ და რა თქმა უნდა დავამატებთ სხვა მაგალითებსაც უკვე სემინარზე სპეციალურად. შემდეგი არის ინტერლოკუციური არდამთხვევა. ამ ტიპის მოდალობა მიანიშნებს თანამოსაუბრეს ნომინაციის დისფუნქციაზე, ფუნქციის დარღვევაზე. გამონათქვამს აქვს დაახლოებით შემდეგი სახე: disons X, passez-moi l'expression, მაგალითად. შემდეგი არის არდამთხვევა სიტყვებსა და საგნებს შორის. ამ ტიპის მოდალობა მიგვითითებს სიტყვის ადეკვატურობაზე საგანთან და აქვს შემდეგი სახე: X au sens strict, X ou plutôt Y. შემდეგი არის არდამთხვევა სიტყვებისა თავად სიტყვებზე, საკუთარ თავზე. ამ სიტყვის მოდალობის მიზანია, რომ მოხდეს არასასურველი, მაგრამ შესაძლებელი მნიშვნელობის ეფექტის ნეიტრალიზება და აქვს შემდეგი სახე: X au sens de paix, X si j'ose dire. ავტონიმური მოდალობის ყველა ზემოთ განხილული ფორმის საშუალებით სუბიექტი თავის ნათქვამს შეძენს სუბიექტურობას, გვიჩვენებს თავის აქტიურობას მნიშვნელობის კონსტრუირებაში და ორიენტაციას აძლევს გამონათქვამის ინტერპრეტაციას. ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ეთოსი, სუბიექტის დისკურსული ასახვა. ეთოსის ცნება მომდინარეობს არისტოტელესეული რიტორიკიდან და აღნიშნავს ორატორის ერთ-ერთ მორალურ თვისებას, რომელიც განაპირობებს მის ავტორიტეტს, მის რეპუტაციას და ანიჭებს გარკვეულ ავტორიტეტს მას. კერძოდ, ჯერ თავისი სახელით, ხოლო შემდგომ სხვისი სახელით ლაპარაკის მორალურ უფლებას აძლევს, რათა მაგალითად დაიცვას ვინმე რაიმე პროცესზე, თუ სასამართლო პროცესზე არის ლაპარაკი. ეთოსი დაკავშირებულია დისკურსში ეთიკური ფაქტორის არსებობასთან, რაც გარკვეულ რეზერვს წარმოადგენს არგუმენტაციისათვის იმ პიროვნების ხელში, რომელიც გამოდის სიტყვით და უნდა მოიპოვოს აუდიტორიის ნდობა. გამონათქვამთა თანამედროვე ანალიზში ეს ცნება გამოიყენება, მაგრამ ოდნავ სახეშეცვლილად. ანტიკური დეფინიციისაგან განსხვავებით, თანამედროვე დეფინიციაში გამქრალი არის მორალური შემადგენელი და დარჩენილი არის მხოლოდ ხატი, რომელსაც იქმნის თავისი დისკურსით სუბიექტი, ხატი, იმიჯი, ესე იგი. ეთოსს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი გამონათქვამის მიზანსცენაში. იგი მიეკუთვნება არა მოლაპარაკეს, არამედ დისკურსში მონაწილე პიროვნებებს, ისეთებს, როგორც შთაბეჭდილებასაც ტოვებენ ისინი თავიანთი აზროვნებისა და ლაპარაკის მანერით. სწორედ სხვასთან მიმართებაში, სხვასთან ურთიერთობაში, ისე როგორც იგი არის წარმოსახული მოლაპარაკის მიერ, გამონათქვამის ავტორის ხატი, იმიჯი
ყალიბდება დისკურსში. განვიხილოთ მაგალითად ფრანგული პერიოდული გამოცემიდან შემდეგი ამონარიდი, რომელშიც ჟურნალისტი გაკრიტიკებული იმ დონეზე, რომ ბრალი დასდეს, ბრალდებული იმ იმიჯისთვის, რომელიც მას შეუქმნა მისმა ნათქვამმა სატელევიზიო ჟურნალში, აი ეს ჟურნალისტი ამართლებს თავის დისკურსს. ერთ-ერთი ტელემაყურებელი კიცხავს ჟურნალისტს უემოციობისათვის 2001 წლის 11 სექტემბრის ამერიკის ტერორისტული აქტის პირდაპირ ეთერში გაშუქების დროს. აქ მოყვავს ჟურნალისტის პასუხი კრიტიკაზე და ასევე სატელევიზიო ჟურნალის ის ადგილი, რომლის გამოც არის გაკეცხვული მოცემული ჟურნალისტი, რომ გავიგოთ თუ რაშია საქმე. ჯერ réponse du journaliste, პასუხი ჟურნალისტისა. Je pense que c'est pas une question de génération. Chacun a sa manière de faire. Moi, je les ai vécus évidemment de façon très intense et assez bouleversante, puisque c'est par exemple en direct qu'on a vu la tour s'effondrer. C'est aussi en direct qu'on a appris que notre avion s'était écrasé volontairement sur le Pentagone. Donc c'est vrai qu'il y avait vraiment une atmosphère très particulière ici sur ce plateau. Alors en ce qui concerne le rendu de l'émotion, chacun a son appréciation. Moi j'ai un peu l'impression qu'il n'y avait pas besoin d'en rajouter tellement. C'était incroyable, énorme, ahurissant, effrayant. Donc c'est vrai que dans ces cas-là, autant les superlatifs, je les utilise ici avec vous parce qu'on a une sorte de conversation comme on peut en avoir une entre amis. Mais autant à l'antenne, je pense qu'il n'y a pas besoin d'en rajouter. Journal télévisé. Bonjour à tous, ce flash spécial pour vous annoncer ces très spectaculaires explosions. Ce serait un attentat, selon les médias américains à New York, au cœur de Manhattan. Vous en découvrez l'image en l'espace de 20 minutes. 2 avions ont percuté les prestigieuses tours jumelles de World Trade Center, donc dans le quartier de Wall Street. აი ეს იყო ნაწყვეტები, ესე იგი ნაწყვეტი იყო პირველი ჩვენ გვაქვს აი ამ შემდეგზე პასუხი, გამართლება იმისი თუ რატომ გადმოსცემდა ასე ჟურნალისტი თავის გადაცემაში აი ესე თავის ემოციას და მერე მოცემული იყო თვითონ აი ეს ნაწყვეტი. ეს ორი ნაწყვეტი ძალიან განსხვავებული გამონათქვამის თვალსაზრისით ქმნის ორ სხვადასხვაგვარ დისკურსულ ეთოსს. თავად ავტორი ასაბუთებს იმიჯის ამგვარ ცვლილებას, რის მიზეზადაც იგი ჩემის აზრით სრულიად სამართლიანად ასახელებს გამონათქვამის სიტუაციის შეცვლას. აღნიშნული ორი სიტუაციის მიერ შექმნილი ინტერლოკუციური ურთიერთობები მოითხოვს მართლაც სრულიად სხვადასხვაგვარ როლებსა და დისკურსულ სტატუსებს. პირველ შემთხვევაში ტელემაყურებელი არის აქტიური და ჩართულია სამოქალაქო დებატში. იგი თამაშობს ინფორმირებული მოკამათის როლს. მეორე შემთხვევაში კი ტელემაყურებელი არის პასიური. იგი იღებს ინფორმაციას, რომელსაც იგი სავარაუდოდ არ ფლობს. აღნიშნული მონაცემები განსაზღვრავენ მოლოდინებს, რომელთაც გამონათქვამის მიზანსცენა უნდა შეესაბამებოდეს. პირველი გამოსვლა წარმოგვიდგენს ელოკუციურ ქცევას, მასში ვხედავთ სუბიექტის ემოციურობის გამომხატველ ძალიან ბევრ მარკერს. მაგალითად, აქ არის ძალიან ბევრი ნაცვალსახელი ჟ და აქსიოლოგიური ლექსიკური ფორმები. მეორე გამოსვლა ხასიათდება მოლაპარაკის ნაკლები სუბიექტურობით. რათა ქცევა იყოს ალოკუციური, ეთოსი განპირობებული ჟურნალის სოციალური სტატუსით ხასიათდება სერიოზული და პროვოცირებული ობიექტურობით. მაგალითად, მრავალი სივრცით დროითი მიმართებით, ჰიპოთეტური პირობითი კილოს კონდიციონელ დიპოთეზ, ასე უძახიან მას ხმარებით, ან კიდევ ჩვენებითი მოდალობით, რომელიც გამოხატული არის მნით დეკუვრე. ეს იმიჯი კონტრასტს ქმნის პირველი ტექსტის ეთოსთან. მოლაპარაკე სუბიექტი, რათა თავი აარიდოს მის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, აქ ჩანს, როგორც მგრძნობიარე და ემოციების ტყვეობაში მყოფი ადამიანი. მაშასადამე, ეთოსის ცნება წარმოგვიდგება მეტყველების ქმედით განზომილებასთან კავშირში. ამის შესახებ კარგად წერს ცნობილი ფრანგი მეცნიერი დომინიკ მენგენუ. Le texte n'est pas destiné à être contemplé. Il est énonciation,
rend tendu vers un co-énonciateur qu'il faut mobiliser, faire adhérer physiquement à un certain univers de sens. Კონტექსტი და კოტექსტი. კოტექსტი ქართულად იგივე თანატექსტი. პრაგმატიკაში გამოიყოფა ორი ცნება. კონტექსტი და კოტექსტი, ანუ თანატექსტი. კონტექსტი მოიცავს ყველაფერს, რაც მეტყველებას არ გულისხმობს, მაგრამ ეხება გამოთქმის სიტუაციას და გამოთქმის სიტუაციის შემადგენელია. კონტექსტი, ანუ კომუნიკაციური სიტუაცია, შეიცავს შემდეგ ელემენტებს: დროისა და ადგილის ელემენტებს, მოსაუბრეების ასაკს, სქესს, სოციალურ სტატუსს, საუბრის მიზანსა და მონაწილეებს. ეს ნიშნები არის დეექსისის შემადგენელი ნაწილები. სულ შეგვიძლია დეექსისის 5 ტიპის ჩამოთვლა. პერსონალური დეექსისი, ეს არის მოსაუბრეთა მიმართებების გრამატიკალიზაციის საშუალებები. ამ კატეგორიაში შედის დეექსისი, მე, შენ, ჩვენ, თქვენ. დეექსური სიტყვები. ტემპორალური დეექსისი, ეს არის დროის ნიშნები, რომლებიც ადგენენ გამონათქვამის მიმართებას გამონათქვამის გაკეთების მომენტთან. მაგალითად, დღეს, 3 დღის წინ, მომავალ წელს. სივრცითი დეექსისი, ადგილის ნიშნები, რომლებიც ადგენენ გამონათქვამის მიმართებას გამონათქვამის გაკეთების გარემოსთან, მაგალითად, იქ, აქ. დისკურსის დეექსისი, რომელსაც ასევე უწოდებენ ანაფორას და გამონათქვამის რეფერენციულ კოდიფიცირებას ახდენს. მაგალითად, აი, გამონათქვამში ეს ქართული ვარიანტი, აი რა მითხრა გუშინ, უნდა დაისვენო. სოციალური დეექსისი მჭიდრო კავშირშია პერსონალურ დეექსისთან. ადგენს მოსაუბრეთა სოციალური სტატუსების მიმართებას. გამოიხატება მაგალითად თქვენობით, შენობით მიმართვაში, სხვა მიმართვის ფორმებში, ქალბატონო, ძმაო, მეგობარო და ასე შემდეგ. კოტექსტი პირდაპირი მნიშვნელობით გამონათქვამის ტექსტს ნიშნავს. ეს არის ელემენტის ტექსტობრივი გარემოცვა. ის ტექსტი, რომელიც ელემენტის წინ არის მოცემული, წინამდებარე კოტექსტი და ის ტექსტი, რომელიც ელემენტს მოსდევს შემდგომი კოტექსტი. კოგნიტიური თვალსაზრისით, კოტექსტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საუბარში წინამდებარე ან მომდევნო გამონათქვამების ინტერპრეტაცია, რომელიც გარკვეული გამონათქვამის საწინდარია. კონტექსტუალური ფენომენები უკავშირდება გამონათქვამებს შორის არსებულ კავშირებს. ანაფორა, კოჰეზია. კერბრატ ორექიონი გვთავაზობს აგრეთვე მესამე ცნებას, პარატექსტს. ტერმინი პარატექსტი ან პარავერბალური უკავშირდება კომუნიკაციური ქცევების ერთობლიობას. უფრო ზუსტად იგი აღნიშნავს პარავერბალურ ელემენტებს, როგორც არის პროსოდიკა, ინტონაცია, სიცილი და ასევე მიმიკასა და ჟესტიკულაციას. ინტონაცია, აქცენტი, პაუზები მაგალითად მონაწილეობას იღებს გამონათქვამის ინტერპრეტაციის აგებაში. ასე მაგალითად, პაუზა მისი ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება გამოხატავდეს უბრალოდ სუნთქვის მომენტს, როდესაც იგი უფრო გრძელია, მან შეიძლება გამოხატოს რაიმე თემატური ერთეულის დამთავრება, ან ცვლილებები არგუმენტაციაში, ან კიდევ გამოხატოს ადამიანის მეტყველის სუბიექტის მერყეობა და ასე შემდეგ. ინტონაცია საშუალებას იძლევა მაგალითად ირონიული გამონათქვამის სწორი ინტერპრეტაცია მოვახდინოთ. ინტონაცია საერთოდ ძალიან ისეთი შესაძლებლობები აქვს. ასევე ზოგ ჟესტს ან მიმიკას შეუძლიათ ჩაანაცვლონ მეტყველება და დატვირთული იყვნენ მნიშვნელობით კომუნიკაციაში, მაგალითად თავის გაქნევით არასთქმა, თავის გაქნება მერყეობის გამოსახატად და ასე შემდეგ. კონტექსტისა და კოტექსტის როლი. კონტექსტი შეიძლება იქნას განხილული ან გამონათქვამის გაკეთების, წარმოთქმის დროს, ან მისი ინტერპრეტაციის პროცესებთან დაკავშირებით. გამოთქმის თვალსაზრისით კონტექსტი განსაზღვრავს არჩევანთა ერთობლიობას, რომელიც უნდა გააკეთოს მოლაპარაკემ დისკურსში. ეს არის კოჰეზია, თემებისა და მიმართვის ფორმების არჩევა, ენის რეგისტრის არჩევა და ასე შემდეგ. ინტერპრეტაციის თვალსაზრისით კონტექსტი ან კოტექსტი ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება იმპლიციტური მნიშვნელობის ამოხსნას. კონტექსტუალური მონაცემები შეადგენენ უმდიდრეს და დაუსრულებელ ერთობლიობას.
ამ ერთობლიობაში ყველა ელემენტი ერთგვარად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არ არის ენობრივი ერთეულობის პროდუცირებისა და ინტერპრეტაციის მექანიზმებისათვის. აი როგორც არის მაგალითად კომუნიკაციის მონაწილეთა ასაკი და სტატუსი, მაგალითად უფრო გადამწყვეტი არის ხოლმე ვიდრე კომუნიკანტების თვალების ფერი, თუთმის სიგრძე, ვარცხნილობის ფორმა და სხვა. მთლიანი კონტექსტის ან კოტექსტის მხოლოდ ზოგი ელემენტი არის ხოლმე მობილიზებული, გააქტიურებული, გამოყენებული რაღაც გარკვეულ ერთ დისკურსში. კონტექსტისა და კონტექსტის ცნებები საშუალებას აძლევენ ლინგვისტებს, რომ გააკეთონ განსხვავება ერთი მხრივ ენობრივ გარემოცვასა და მეორეს მხრივ სიტუაციურ ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ექსტრალინგვისტურ გარემოცვას შორის.